რას აკეთებს ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მოვლა აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით? საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით თუნდაც აი ამ თემაზე სასაუბროდ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით დამენია შემოგვიერთდება სტუდიაში. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ დავით, ტყის მოვლის და ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. დღეს და განსაკუთრებულად აღინიშნება ის საქართველოში. ძალიან ბევრი კომპანია და ძალიან ბევრი ადამიანი ამ დღეს უკვე ძალიან სერიოზულად აღიქვამს და ძალიან ხშირად ეწყობა აქციები ხის დარგვასთან დაკავშირებით. როგორ აფასებთ განვლილ სამუშაო პერიოდს, განვლილ წლებს, როდესაც საქართველოში ხე მხოლოდ იჭრებოდა და არ ირგვებოდა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე რამდენად მოხერხდა ხის დარგვის კულტურის აღდგენა საქართველოში? დიახ, თქვენ ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი ტყეების ისტორია მოდის 90-იანი წლებიდან, განსაკუთრებით როცა ტყე იყო, ასე ვთქვათ, ისეთი ენერგორესურსი, რომელმაც გადაარჩინა მოსახლეობა და ერთადერთი გათხოვის საშუალება რჩებოდა წლების განმავლობაში. თუმცა იქიდან დღემდე ძალიან დიდი გზა გაიარა სატყეო დარგმა, ბუნებრივია და პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი გარემოსაცვლელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუღალავი მუშაობით და ეროვნული სატყეო სააგენტოს აქტიური კამპანიების წარმოების შედეგად გვაქვს სახეზე უკვე ხელშესახები შედეგი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ეს დარგვის აქციებიც მათ შორის რა თქმა უნდა ყოველწლიურად გვეხმარება იმაში, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო დავაინტერესოთ ჩვენი ბუნებრივი ტყეების განახლებით. ბატონ დავით, მე ისიც მახსოვს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უკონტროლოდ მიმდინარეობდა, როცა აღვიქვით, რომ ხე უნდა დაგვერგო, უკონტროლოდ მიმდინარეობდა ხეების დარგვა. შემდეგში გამოჩნდნენ სპეციალისტები, რომელიც მსურველ კომპანიას ნებისმიერ მოქალაქეს ურჩევდა რა ხე, სად, როგორ უნდა დაერგო. იყო თუ არა, თქვათ, არის თუ არა ამჟამადაც სპეციალური სამსახური, რომელიც კომპანიებს თავაზობს, დაინტერესებულ პირებს თავაზობს, სად, რომელ კუთხეში, რა ადგილზე რა ხე უნდა დაერგოს. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიები ძალიან არიან დაინტერესებული თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში და ხშირად არიან ჩართულები კომპანიებში, რომელიც გულისხმობს ტყის მოვლა აღდგენის პროცესებს, ხეების დარგვას და ასე შემდეგ. ასეთი კომპანიების რიცხვი რა თქმა უნდა დღიდან დღემდე იზრდება და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ კომპანიებს გაუწიოთ კონსულტაცია, მათ შორის გვაქვს ასე ვთქვათ სერვისი, როცა კომპანია შეუძლია მომართოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სატყეო სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, რომ კონკრეტული მოვლა აღდგენის პროექტის კი შესთავაზოს ამ თუ იმ კომპანიას. ასევე ხშირი გვაქვს მომართვიანობა, როცა კომპანიებს სურთ ფინანსური მონაწილეობაც მოვლა აღდგენის პროექტებში, მათი ინტერესი არის, რომ და ხშირად გვაქვს ხოლმე მომართვიანობა, რომ ჩვენ იმდენად დეტალურად არ ვიცით შეიძლება როგორ უნდა მოახდეს მოვლა აღდგენის ღონისძიებები, მაგრამ გვინდა რომ დავაფინანსოთ ეს ღონისძიებები ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში და ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ ამ კომპანიებს ყოველთვის ვეძახით, როცა მოვლა აღდგენის კონკრეტული პროექტი იწყება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა დაინტერესებულმა პირებმაც. შესაბამისად, ეს უკვე მზარდი ტენდენციაა წლიდან წლამდე და კომპანიების რიცხვი, როგორც უკვე აღნიშნე, იზრდება, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ მიმართულებით. ბატონ დავით, მე მახსოვს ადგილები თბილისში, სადაც ხე დამირგავს ძალიან ხშირად, მსგავს აქციაში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ბორჯომის ტერიტორიაზე, ხანძრით გადამწვარი ტყეების ადგილზე, ფიჭვი, ნაძვი მაქვს დარგული. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აქცია იყო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი როლი ითამაშა თქვენმა სამსახურმა იმისათვის, რომ ბორჯომის ფაქტიურად განადგურებული ტყეები თავიდან აღედგინა და რამდენიც ვიცი, იმ ნარგავებმა ძალიან ბევრმა გაიხარა და რა მდგომარეობაშია აი თუნდაც მარტო ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე აღდგენილი ახალი, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ტყე. აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოხალისეობრივი მონაწილეობისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც მედიის როლიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დაინტერესებულები ხართ და აშუქებთ ამ კონკრეტულ მიმართულებებს და ჩვენს ყველა აქტივობას წლის განმავლობაში. კონკრეტულად ბორჯომის ტერიტორიასაც შეეხება, აქ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები, უნდა ითქვას და საბედნიეროდ ჩვენ და ვინაიდან ჩვენს ტყეებს აქვს იმის უნარი თვით რეგენერაცია, ანუ თვით აღდგენის უნარი გააჩნია, ამ ტერიტორიებზე
თავისთავად მიმდინარეობს ბუნებრივი პროცესები. რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო იმ ჩარევამ, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა, რომელშიც თქვენც ასევე მიიღეთ მონაწილეობა და არაერთმა სხვა ადამიანმა ჩვენ გვახსოვს კიდეც, რომ აქ იყო მათ შორის ფინანსური დონაციებიც გროვდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობრივი პლატფორმა იყო ასევე ესეც და არაერთმა ჩვენ თანამოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. და ეს სწორედ ერთ-ერთი ასე ვთქვათ კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები როგორ აღიქვამენ მტკივნეულად ტყეს, როგორ უყურებენ მას, როგორც მის შემადგენელ ნაწილს და მის ასე ვთქვათ საკუთრებას, რომ ეს ყველა საკუთრება რეალურად შეიძლება, აი მე არა ვარ მეტყევე, არ ვარ სპეციალისტი ამ მიმართულებით და ძალიან საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ. რამდენად ახერხებს ტყე თქვენ როგორც აღნიშნეთ, რეგენერაციას საკუთარი ძალებით და რა დროს სჭირდება მას ადამიანის დახმარება, რომ მიეხმაროს, ვთქვათ, იგივე ახალი ენერგიებით და ხის დარგვით. ჩვენს ტყეების 98% არის ბუნებრივი ტყე, რასაც აქვს უნიკალური თვისება, როგორც აღნიშნეთ, რომ თვითონ შეუძლია აღდგენა და უმეტეს შემთხვევაში არ სჭირდება ხოლმე ადამიანის ხელის ჩარევა, თუმცა რიგი ღონისძიებები საჭირო არის. მაგალითად, როცა აქტიური ძოება მიმდინარეობს ტერიტორიაზე, აქ საჭირო რომ შემოიღოს ტერიტორია, ვინაიდან იქ უნდა წამოვიდეს მოზარდ-აღმონაცენი, რომელსაც სჭირდება 2-3 წელი მინიმუმ, რომ განვითარდეს ისეთ დონეზე, როცა უკვე მას ვეღარ დააზიანებს სასოფლო-სამეურნეო საქონელი. ასევე გვაქვს რიგი შემთხვევები, როცა ფართობის დეგრადაცია უკვე ისეთ მასშტაბის არის, რომ საჭიროა ენერგიების შეტანაც კონკრეტულ ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერევით აქტიურად და მიმდინარეობს ბუნებრივი განახლების პროცესის ხელშეწყობასთან ერთად ენერგიების შეტანაც. აქვე უნდა ითქვას, რომ უკანონო ჭრები რაც სისტემურად მოსდევდა ხოლმე ამ დარგს, ბუნებრივია იწვევს კონკრეტული ფართობების დეგრადაციას და აქაც აქტიურად ვცდილობთ, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ კონკრეტული ფართობების აღდგენასაც. ჩვენ ვახსენეთ 90-იანები, მაშინ როდესაც ტყე იყო ფაქტიურად ერთადერთი ენერგიის წყარო ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ძალიან დიდი ზარალი მიიღო მაშინ საქართველოს ტყეებმა. ამ ეტაპზე როგორ აფასებთ თქვენ ტყეების მდგომარეობას? რამდენად მოახერხა ბუნებრივი ძალებით და ასე ვთქვათ რეგენერაციით ტყემ აღდგენა, თუნდაც იგივე ადამიანის ჩარევით, რამდენად მოხერხდა ქართული ტყეების აღდგენა? რამხელა იყო ზიანი და რამდენად შევძელით ამ ზიანის გამოსწორება? დიახ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ძალიან საინტერესო შეკითხვა. დარგმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო ამ პერიოდში, ვინაიდან იყო უსისტემო ჭრა. უსისტემო ჭრა გულისხმობს არა იმას, რომ უბრალოდ თქვენ მოსახლეობაში შედიოდა და ჭრიდა შეშას, არამედ საშეშედ იჭრებოდა სამასალე ხეებიც. ანუ ისეთი ხეები, რომელიც პროდუქტიული იყო სხვა მიმართულებითაც. შესაბამისად, მოვლა აღდგენის ღონისძიებები, რომელიც აქტიურად დაიწყო ეროვნულ სატყეო სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში, უკვე დაგვანახა ხელშესახების შედეგი რიგ შემთხვევებში, როცა უკვე გვაქვს წამოსული კარგი მოზარდ-აღმონაცენი და ტყე უკვე ვითარდება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამ პროცესებს, ვინაიდან ხე-ტყის მოვლა აღდგენის ღონისძიებები არ არის მოკლევადიანი თავის შინაარსიდან გამომდინარე. ხე და კონკრეტული ტყის უბანი რო ჩამოყალიბდეს ისეთ როგორც ის ისტორიულად იყო, ამას სჭირდება ათეული წლები. სატყეო სააგენტოს მიზანი კი ამ შემთხვევაში არის, რომ ამ წლების განმავლობაში მაქსიმალურად დაიცვას ეს მოვლა აღდგენის ღონისძიებები, რაც განხორციელდა და მის შედეგამდე მივიდეთ, რაც უკვე გრძელვადიანი პერსპექტივა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ არის ძალიან ჯარიმები, მეც არაერთხელ გამომეთქვა მსურველი, რომ ეს ჯარიმა და ბრაკონიერობა უფრო მკაცრად ისჯებოდეს, ამ ყველაფერს გარკვეული შედეგი მოაქვს. საბოლოო ჯამში გაქვთ ამ მიმართულებით რაიმე ახალი ინიციატივა, რომელიც ტყეს უფრო უკეთესად დაიცავს და მისცემს შესაძლებლობას, რომ აღიდგინოს საკუთარი რესურსი. მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მოქალაქეების დაჯარიმება ან რაიმე სახის სამართლებრივი სანქციის დაწესება არ წარმოადგენს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თვითმიზანს. პირიქით ეს არის პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ნებსით ან უნებლიეთ არ ჩაიძინონ ისეთი დანაშაული, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ მათ გარშემოყოფს, არამედ ზოგადად ეკოლოგიას და მთელ ქვეყანასაც კი. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მაისის თვეში შევიდა სამართლებრივი ცვლილება, რომლის საფუძველზეც უკვე
გამკაცრდა კანონმდებლობა და თუ კი პირველ შემთხვევაში გქონდა 2000 ლარიანი სანქცია უკანონო ხედვის ჭრაზე, ახლა და განმეორებითობაზე 5000 ლარი, ახლა უკვე განმეორებითობა აღარ არის ფულად სანქციის გათვალისწინებული, არამედ აქ უკვე გვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირდაპირ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გამკაცრება მაქსიმალურად მოახდენს პრევენციას ჩვენი მოქალაქეების, რომ არ მოახდინონ უკანონო ჭრა სახელმწიფო დღეში. და დაუბრუნდეთ ისევ მოქალაქეებს, რითიც დავიწყეთ, რამდენად მოახერხა ქვეყანამ მოქალაქეებში დაენერგა აზრი, რომ ხე უნდა დაირგოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გადაარჩენს საქართველოს ბუნებას. საბოლოო შედეგი რა მივიღეთ? უნდა ითქვას, რომ ყოველწლიურმა კამპანიებმა ძალიან კარგი შედეგი მოგვცა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომლებმაც უფრო გაითავისეს ტყე როგორც თავიანთი შემადგენელი ნაწილი და აქტიურად არიან ჩართული ყველა კამპანიაში. ისინი მოუწოდებენ კიდეც თავიანთ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ტყე და აღარ მიყვნენ იმ 90-იან წლებიდან მოყოლებულ პრაქტიკას და ტრადიციას, რაც წლების განმავლობაში იყო. შედეგი ხელშესახებია ნამდვილად და ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა რომ მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადო და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაგრძელდება, ვინაიდან სწორედ ამას აჩვენებს პრაქტიკა, უკანონო ჭრებიც მცირდება წლიდან წლამდე და ახალგაზრდებიც უფრო მეტად არიან დაინტერესებულები გარემოთი და ტყით. ფაქტიურად ამოუწურავი თემა საქართველოს ტყეების დაცვაზე, თუმცა ამოუწურე დღეს ეს თემა და ძალიან დიდი მადლობა გილოცავ დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ თითოეულ მოქალაქეს კიდევ ბევრი ხე დაერგოს საქართველოში, რათა დახმარებოდეს ბუნებას საკუთარი რესურსის აღდგენაში. მაყურებელს შევახსენებ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით დამენია პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.